მოგესალმებით მათ ვინც სწორედ ახლა შემოგვიერთდა, ვინც უყურებს სტარვიზიას, უსმენს რადიო Star FM-ს. დღეს ოთხშაბათია ტრადიციულად. ჩემი რუბრიკის სტუმარი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც თავისი საქმე ძალიან უყვარს. ფაქტია, რომ ჩემს სტუმარს თავისი საქმე ძალიან უყვარს. ჩემი სტუმარია ლანა მატკავა, Blue Bells-ის დამფუძნებელი. ძალიან დიდი მადლობა ლანა იმისთვის, რომ მოხვედი. ლანა ჩემი მეგობარია და ამასთან ერთად ვიცი, რომ ესეთი ძალიან კარგი საქმით არის დაკავებული და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღევანდელი თქვენ დაინტერესებისთვის. ლანა, მე ვიცი, რომ ეს არ არის შენი პირველი პროფესია. ვიცი, რომ აბსოლუტურად სხვა პროფესიის კი, აბსოლუტურად სხვა პროფესიის ვარ, ხელოვნებაცოდნე ვარ. თუმცა არის რომ მიმშავი ამ განხრით ეს ადგილი არის ჩემთვის ახლივით, იმიტომ რომ ერთ-ერთი სამუშაო ადგილი, სადაც კი მიმუშავი, არის Star FM-ი. მე მიხარია, რომ შენი მენტორი ვიყავი ერთ დროს და ძალიან დიდი წარმატებები გაქვს შენ საქმიანობაში, უკვე ახლანდელ საქმიანობაში, რაც ძალიან მახარებს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იმ საქმიანობაშიც არ იყავი წარმატებული. მადლობა. ლანა არის Blue Bells-ის დამფუძნებელი, რომელიც ეს დუგემრიელეს ორცხობილებს და ასევე cupcake-ებს ამზადებს. როდის გადაწყვიტე, რომ აი ამ საქმიანობით დაკავებულიყავი? Blue Bell-ი შექმნა ლანამ და რუსამ, ანუ დებმა. დებმა შექმნეს კი და ჩვენ ყავს ნათესავი უცხოეთში და ის საქმიანობს candy bar საკეთებს, ეს სილამაზეებს საკეთებს და მისგან ვისწავლეთ ეს ყველაფერი ჩვენ. რაღაც რეცეპტები გვასწავლა, ბევრი საინტერესო რაღაც სიახლეები და დავინტერესდით, რომ აქაც გვეცადა. ცადეთ აქ და ძალიან კმაყოფილი დარჩა ხალხი, აქტიურად ესე იგი მოგყვება ამ ყველაფერში, იმიტომ მოსწონთ და რა ვიცი, ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ხალხის სიმპათია ჩვენდამი განაპირობა, რომ ეს უბრალოდ ჰობი არ ყოფილიყო დღესდღეობით, ეს არ არის ჰობი, ეს არის ძალიან სერიოზულად გამიზნული საქმე, რომელიც გვსიამოვნებს და გვიყვარს ძალიან. ეს წამოვიდა უცხოეთში ნანახი ვიდეოთი ხო? უცხოელი ნათესავისგან წამოვიდა ესეთი, რომელიც აკეთებს ამ ყველაფერს და რომლისგანაც ვისწავლეთ ეს ყველაფერი ჩვენ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ესეთი ლამაზი ფორმების შექმნა, უბრალოდ დაიღოთ, ესე გემრიელად მიქსერით მოამზადოთ და შემდეგ გავაფორმოთ ლამაზად. თუმცა ეს სათქმელად ძალიან მარტივია, ლანა. მარტივია კი. არსებობს შედარებით მარტივი დიზაინები, არსებობს შედარებით კიდევ ბევრად რთული დიზაინები. რა თქმა უნდა, შრომას, ენერგიას, ძალისხმევას, მონდომებას, მიზანდასახულობას და სიყვარულს მოითხოვს. თან ეს ლანა, მე ვიცი, რომ შენ ამას დიდი ხანია აკეთებ და პერიოდულად ესე აუწყო ფეხი ამ საქმიანობას. და პერიოდულად, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პროფესიაშია, დრო პრაქტიკა უფრო გვხვეწავს და მოკლედ, ხელოვნებად მცოდნეობიდან გადავინაცვლეთ სამზარეულოში. კი, სამზარეულოში, საკონდიტროში. სადაც ყოველთვის ესეთი სასიამოვნო და გემრიელი სურნელი ტრიალებს. ცოტა მეწოდება ამ ყველაფრის ბევრი გვეუბნება, რა გვეცოდება და ინახავენ ხოლმე, იმიტომ რომ სხვათა შორის სუვენირადაც კი შეიძლება ამის გამოყენება, იმიტომ რომ წლების შემდეგაც კი უცვლელი რჩება სიტყვაზე ესეც რომ შეინახოთ, ჩამოკიდეთ Star FM-ში, ანუ უცვლელი რჩება ფორმა, არ იცვლება. ძალიან დიდი მადლობა აი ამ ლოგოსთვის, სტარვიზიის ლოგოსთვის, Star FM-ის ლოგოსთვის, ჩვენთვისაც ეს ერთგვარად შემიძლია ვთქვა, რომ შენს ჩვენი ოჯახის წევრი მადლობა და ხარ. ასევე მაინტერესებს თუ როგორია მომზადების პერიოდი. ანუ არ გთხოვ რომ გაგვიმხილო საიდუმლო, ვიცი რომ შენი საიდუმლო გაქვს, მაგრამ იქნებ მათ ვისაც ძალიან მოეწონათ და სახლის პირობებში უნდათ რომ შექმნან, ცოტა გაგიჭირდებათ. მოდი მოგვიყევი როგორია პროცესი, ანუ დიდი ხანი ვუნდებით ერთი ესეთი გემრიელობის გაკეთებას? დიდი ხანი, ძალიან დიდი დროს არ მოითხოვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ იმდენად აქტიურია ხალხი და შეკვეთები არის იმდენად დიდი რაოდენობის, რომ რა თქმა უნდა საჭიროებს რომ წინასწარ დაგვიკავშირდნენ შესაკვეთად. იმიტომ რომ არის შემთხვევები, როცა წინა დღეს გვწერენ ან იმ დღეს გვწერენ და სამწუხაროდ ფიზიკურად შეიძლება ვერ მოვასწროთ შეკვეთის დამზადება და რომ ავუსრულოთ სურვილი მომხმარებელს. მარტივად რომ ვთქვა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს რაღაც თავისი საიდუმლო და რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი ამ ბოლომდე მე ჩემს საიდუმლოს, ჩვენ საიდუმლოს, Blue Bell-ის საიდუმლოს, თუმცა ძალიან მარტივია, ტკბილი, ეს არის ტკბილი
ორცხობილა. მოდი ესე ვთქვათ, ესე შემოვიფარგლები, რომელიც კეთდება ძალიან მარტივად, ყველა შეუძლია გაკეთება ტკბილი შაქრის ორცხობილა ესე ვთქვათ. მე უკვე გასინჯული მაქვს და ვიტყვი რომ ეს არ არის მსუყე პირიქით, ეს არის საეროვანი. იმიტომ რომ საიდუმლო რაღაცები, ხოლო ტკბილი არ არის. მიგიხდი. ამასთან ერთად შენ შეგიძლია ნებისმიერი დღესასწაულის გალამაზება, თქვენ შეგიძლიათ. მოდი უფრო კონკრეტულად მითხარი, რა რომელ დღესასწაულზე შეგვიძლია ახალი წელი, ქორწილი და ასე შემდეგ. ხო, განსაკუთრებული რაღაცა საოცარი ბუმია ხოლმე ახალ წელს, რა თქმა უნდა, აღდგომა სიყვარულის დღეს რაღაც საოცრებები ხდება ხოლმე. და რაღაც განსხვავებული ხიბლიც აქვს ასეთი თემატიკის კაპკეიქებსაც და ორცხობილებსაც. ასევე კენდიბარებს ვაკეთებთ ჩვენ, ანუ რეალურად ჩვენ დავიწყეთ, ვიტყვი, კენდიბარით დავიწყეთ ჩვენ ამ ამსახურებით, თუმცა შემდეგ წამოვიდა მოთხოვნა, რომ ცალკე ტკბილეულით შეეძლიათ და ესეც გვინდა რომ ყოფილიყო, რომ ცალკე მომხრებას შეიძლება ტკბილეული შეძენა. კენდიბარი მდგომარეობს, აი ხა ფონედაც ჩანს. კენდიბარი არის მაგი და დიზაინს ვაკეთებთ. დაბადების დღის ეს იქნება ბეიბი შაუერი, ნათლობა, საქორწილო მაგი და ნებისმიერი თემატიკის კენდიბარს ვაფორმებთ და ვლამაზებთ ხალხს დღესასწაულებს, ესე ვთქვათ. ამაში მოიცავს, რა თქმა უნდა, ყველა ანუ არსებული სილამაზე მთელს მაგიდაზე. ტკბილეულიანად, გაფორმებებიანად და ავიც ყველაფერი აბსოლუტურად უკან მოკლედ დღესასწაული ბუბელია, ესე რომ ვთქვათ. და ლანა, ეს უკავშირდება თუ არა დიდი ხნის შრომას? ანუ რამდენი ხანი გჭირდება ერთი კენდიბარის გასაფორმებლად? დიდი ხნის შრომას უკავშირდება, იმიტომ რომ კენდიბარი მოითხოვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ანუ გულისხმობ ტკბილეული შეკვეთისგან განსხვავებით მოითხოვს, რომ ბევრად ადრე დაიგეგმოს, იმიტომ რომ ქორწილი ბევრად ადრე იგეგმება ზოგადად. შესაბამისად, როცა ხალხს და ჩვენს გვინდა რომ ერთად მოვაწყოთ, მართლა დავიწყარეთ დღესასწაული, ცოტათი მინიმუმ 2-3 კვირით ადრე აუცილებელია რომ კენდიბარის შეკვეთა მოხდეს, რათა დაიწყოს მომზადების პროცესი, რაც გულისხმობს აბსოლუტურად ყველაფერს, მაგიდიდან დაწყებული, ინვენტარი, ლამაზი ჭურჭელი, ლამაზი ყვავილი, დეტალები, ერთმანეთის ფერების შეხამება, რა თქმა უნდა, მომხმარებლის სურვილიდან გათვალისწინებით და მოითხოვს კი კენდიბარი დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს. მე არ გთხოვ რომ დავასაბუთოთ რა ღირს ეს ყოველივე, თუმცა რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლის. ხელმისაწვდომია გამომდინარე იქიდან რომ აბსოლუტურად ყველა კატეგორიის კენდიბარიც და ასევე უბრალოდ ტკბილეულიც გვაქვს ჩვენ მაღაზიაში. არ შემიძლია მადლობა არ გითხრა იმისთვის რომ ეს უგემრიელესი ორცხობილები მეკუთვნის მე და ასევე მადლობა არ გითხრა მთელი სტარფემის და სტარვიზის სახელით რომ ესეთი სილამაზები მოგვიტანა. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ელოდება ახლა ეთერს მიღმა ყველაფერს და ეს თამო, ესე იგი ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში გიხდი მადლობას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება, რას გეგმავს თქვენი კომპანია, რა გველის წინ? მათ ვისაც ძალიან გვიყვარს ტკბილეული. რა გველის წინ? პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი რაც გქონდა, უკვე ავასრულეთ ის, რომ გვაქვს მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს, აირჩიოს და გემოვნოს ჩვენ ტკბილეული და ერთად შევთანხმდეთ კენდიბარი იქნება თუ უბრალოდ ტკბილეული შეკვეთაზე, ერთად შევთანხმდეთ ფერებს და დეტალებზე. და ეს ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ხალხი იმდენად აქტიური იყო ჩვენთან და იმდენად მოთხოვნა იყო რომ მაღაზია უნდათ, რომ ეს სურვილი მათაც და რა თქმა უნდა ჩვენ თავებსაც ავუსრულეთ გლობალმა. რამდენად პრეტენზიულია თქვენი მომხმარებელი? ესეც ძალიან საინტერესოა. ეს არის არიან კატეგორია, რომლებიც ძალიან მარტივად უბრალოდ გეუბნებიან, რომ დაბადების დღე არის, აი ამა და მასაკის გოგონასი და უნდათ ლამაზი გაფორმება. მაგრამ არიან რომლებიც სათითაოდ არჩევენ კი კონკრეტულად, იმიტომ რომ ალბათ იმდენად კონკრეტულად მოწონთ ის რაღაც ერთი კაპკეიქი, რომ არჩევენ სხვადასხვა ნაკრებებიდან და თავიანთ ნაკრებს ქმნიან. გარდა კაპკეიქების და ორცხობილების, რას ვთავაზობთ კიდევ? გარდა კაპკეიქებისა და ორცხობილების, როგორც ასეთი ცალკე გაყიდვა, ასე ვთავაზობთ, რა თქმა უნდა, კენდიბარს. ეს ძალიან ლამაზი შოკოლადის ბურთები. თავაზობთ კეიქ პოპსებს, რომლებიც არის კრემიანი ნამცხვარი შოკოლადი შემოვლებული და შემდეგ გაფორმებული სხვადასხვა დიზაინით. გემრიელად ლაპარაკობ, რომ მე მგონი ვერ მოვიტმე. და ასევე რაც თავარი არის, ჩვენ ვართ ტკბილი სასაჩუქრე. ანუ თავაზობთ ორცხობილებისგან შექმნილ, ანუ კონკრეტულად მომხმარებლის დიზაინის თანეთქად
ანუ ვაკეთებ სასაჩუქრებს, რომლებიც ძალიან ლამაზ სუვენირებში, ლამაზ ფოთებში არის, დიდი შეფოთები არის და ესე ნებისმიერ დედებს ჩუქნიან დაბადების დღეზე ბებიებს, მამებს, სხვათა შორის კიდევ და ანუ შეყვარებულები ერთმანეთს და ძალიან აქტიურად არის სასაჩუქრე შეფუთვების მოთხოვნა, ესე ვთქვათ. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ სასაჩუქრე შეფუთვები ჩვენ ვართ ტკბილი სასაჩუქრე, ესე ვთქვათ. ლანა, ბოლოსკენ რომ წავიდეთ, ეს არის ის, რაზეც ოცნებობდი, ანუ ეს ის პროფესია, რაზეც ოცნებობდი. ეს ეხლა დღევანდელი სიტუაცია როგორიც არის ის რომ არის მაღაზია, ძალიან არომატული და ტკბილი მაღაზია, რომელსაც ქვია ბლუბელი, კი ყოველთვის იყო იმის სურვილი დაცდება, რომ გქონოდა რაღაც პატარა ბუციკი ტკბილი, რომელიც რაღაცა იქნებოდა გამოჩნდებოდა ქუჩიდანვე და დაინახავდა ხალხი, რომ შიგნით ძალიან ფერადობები ხდება და ეს ის არის, რაც ნამდვილად გვინდათ, გვიყვარს და გვსიამოვნებს ეს თავარი ამის კეთება და კომფორტულად გრძნობთ აქ თავს. მე მინდა ბლუბელს წარმატებები ვუსურვო, შენ გისურვო, შენს დაიკოს და ყველას გირჩევთ და მოგიწოდებთ იმისკენ რომ გასინჯოთ ან შემოგვიერთდეთ და ჩვენ აუცილებლად გაგინაწილებთ. დროებით დაგემშვიდობებით, ლანას დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩემთან ერთად. დროებით